აბსოლუტურად ყველას მოგესალმებით შუადღემშვიდობისა. ულამაზეს ადგილას ვიმყოფები და ვიდეოს ბოლოს აუცილებლად განახებთ ამ ადგილს გოგონებო. აი ესეთი კაპუჩინოთი და წვენით. რატო? ახლა გეტყვით რატომ. იმიტომ რომ დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე. იმედია კარგად ისმის ხო, იმიტომ რომ ბევრი ხალხი აქვს. დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის და სხვათა შორის დიდი ხანია მინდოდა ამაზე ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ იდებოდი, იმიტომ რომ ცოტა რთული თემაა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი გოგონას სჭირდება ამის მოსმენა და მინდა რომ ჩემი აზრებით დავაფიქსირო, სად ვეთანხმები, სად არ ვეთანხმები და მოკლედ გრძელი ვიდეო გვექნება დღეს. იცით რაზე მინდა, ჩემი კონსულტაციებიდან გამომდინარე ვხედავ, რომ ძალიან ბევრი გოგონას აქვს იგივე პრობლემა და იმყოფება ტოქსიკურ ურთიერთობებში. იმყოფება ურთიერთობებში, სადაც ჩაგრავენ, ანადგურებენ ფსიქოლოგიურად, ემოციურად, აქვთ ძალიან დიდი ზეგავლენა, ურტყავენ, ფიზიკურად ეხებიან, ფსიქოლოგიურ, ფინანსურ და ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებენ და ეს ქალები მაინც რჩებიან ურთიერთობაში სხვადასხვა მიზნების და მიზეზების გამო. ამიტომ სწორედ ამაზე მინდა დღეს ვისაუბრო და მოგიყვეთ ისტორიაზე სალტანატ ნუკეევა და კუანტიკ ბიშიმბაევი. აი ამ კაცის სახელის, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, სახელს რომ ვამბობ, მაშინაც ვთქვათ ხდები. მაგრამ არის რაღაცეები, რაშიც შეიძლება დავუშვათ არ ვეთანხმებოდი საჯარო აზრს, ვეთანხმებოდი მქონდეს ჩემი აზრი და მოკლედ ამასთან ყველაფერთან ამასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ დღეს, ვისაც გაინტერესებთ, მოусმინეთ ისტორიას. ეხლა საიდან დავიწყებ ამ ისტორიის მოყოლას? დავიწყებ აქ მაქვს, ესე იგი გახსნილი მაქვს ოფიციალური ინფორმაცია და ამ ოფიციალურ ინფორმაციას გავუყვებით. გავუყვებით და თან გავაკეთებთ კომენტარებს. მე თვითონ გავაკეთებ კომენტარებს, მე რას ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში გეტყვით, რომ კუანტიკ ბიშიმბაევი ეს იყო ექს-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი ყაზახსტანის და ცოლად შეირთო სალტანატ ნუკეევა. სალტანატი არის ასტროლოგი, იყო ასტროლოგი, ეს გოგო აკეთებდა პროგნოზებს და ასე შემდეგ. ანუ ეს სალტანატ ნუკეევა არ იყო კუანტიკის ოფიციალური ცოლი. დავიწყოთ ჯერ მაქედან. ვინაიდან მუსულმანურ სახელმწიფოში არსებობს ესეთი ქორწინება, ქვია ნიკაჰი. როგორც ჩვენთვის არის ჯვრისწერა, ზუსტად ანალოგიური არის, ანუ მეჩეთში ხდება ქორწინების დარეგისტრირება ღვთის წინაშე, ღმერთის წინაშე და ქვია ნიკაჰი. ნიკაჰი არის ჩვეულებრივი ქორწინება, ოღონდ რელიგიური ქორწინება, რომელიც არანაირ ოფიციალურ, ასე ვთქვათ, უფლებებს ქალს არ აძლევს. არ აძლევს უფლებებს ზოგიერთ ქვეყანაში დაჟე შვილის გაჩენისაც კი, იმიტომ რომ როგორ ვთქვათ, არაკანონიერად ითვლება ეს ბავშვი. ანუ აი ესეთი ქორწინები დაქორწინდნენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აი ამ ქორწინებით დაქორწინდელი ფაქტორი რა იყო ამასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალური ქორწინება ვერ გააკეთეს, ამას ვერ გეტყვით. იმიტომ რომ არ ვიცი და არც არის ქვეყნები, სადაც ვერ აკეთებ ამ ოფიციალურ ქორწინებას, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნებია დასაკმაყოფილებელები, მაგრამ იქ რატო მოხდა ეს, ამას ვერ ვიტყვი. ესეც ერთ-ერთი რაღაცა წითელი დროშა, ანუ ვერ ვიგებ რატო გააკეთა ეს ამ კაცმა. მას შემდეგ რაც აღნიშნული ქორწინება რეგისტრირდება ზოგადად, რა ხდება მაგ დროს? ისევე როგორც ჩვეულებრივი ქორწინებები, ოფიციალური შესაძლებელია სამჯერ ითქვას მამაკაცის მხრიდან მე შენ გშორდები, მე შენ გშორდები, მე შენ გშორდები, არაბულად ამას ქვია ტალაკი და აი ამ სიტყვების წარმოქმნის შემდეგ ეს ქორწინება ითვლება ბათილად. ოფიციალური ქორწინების შემთხვევაში ამ დროს მიდიხარ უკვე სასამართლოში და აკეთებ განქორწინებას ოფიციალურად, ხოლო ნიკაჰის შემთხვევაში ჩვეულებრივად, უკვე განქორწინებულად ითვლები და შესაძლოა მეჩეთში მიხვიდე, კიდე მე მგონი შესაძლებელია, რომ იქაც რაღაცა დაწერო, მაგრამ აუცილებელი არ არის. ვინაიდან არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ზუსტად აი ამ ქორწინებით იყვნენ ეს ორი ადამიანი დაქორწინებული და ალბათ შინაგანად ემოციურად სალტანატს ესეც აწუხებდა, იმიტომ რომ შვილი არ ყავდა, არ არჩენდა. ზუსტად ვერ გეტყვით, არ ვიცი რამდენი ხანი იყვნენ ერთად, მაგრამ მე მგონი რამდენი ხანიც იყვნენ, ისიც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ესეთი ტრაგიკული შედეგი მომხდარიყო. ამ ტრაგიკულ შედეგში მე, რა თქმა უნდა, ველოდებოდი სასამართლოს გადაწყვეტილებას და ანუ სასამართლო გადაწყვეტილებით კუანტიკი ცნეს დამნაშავედ და მე მგონი 25 წელი მიუსაჯეს 24 წელი. ამას ვერ გეტყვით, ზუსტად ეგეც არ ვიცი, მაგრამ ვადევნებდი თვალყურს, მაგრამ აღარ მახსოვს ზუსტად. სასამართლო პროცესებს ყოველთვის ვუყურებდი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ესე იგი აღფრთოვანებული ვიყავი ამ სასამართლო პროცესებით, მაგრამ მაინტერესებდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ამ ადამიანის და ზოგადად ამ სიტუაციის განხილვა. თუმცა დღეს ჩვენ ამაზე არ ვისაუბრებთ, რა იყო სწორი, რა იყო არასწორი. მე მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ როდესაც ქალი მუდმივად რჩება ასეთ ტოქსიკურ ურთიერთობაში, სადაც
გირტყავენ უკვე როდის გირტყავენ, როდესაც ანუ ეს ურთიერთობა უკვე გადადის რაღაცა ძალიან მაღალ, ასე ვთქვათ, აგრესიაზე, ხო? შეუძლია თუ არა ქალს ამისგან თავის არიდება, რაღაც მომენტში შეუძლია, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ და ასე ვთქვათ, ემოციები ასე ვთქვათ, ძალადობს ჩვენზე და შეიძლება რაღაცა უთხრა, შეიძლება რაღაც ვერ გააკონტროლო თავი და ამ დროს როდესაც კაცი აგრესიული არის და არის აი ესეთი უნამუსო და უგულო, რა თქმა უნდა დაგარტყავს, ხო? როდესაც ადამიანმა ერთხელ დაგარტყა, აღარ უნდა იმას ორჯერ და სამჯერ დარტყმა, რომ მიხვდე რომ ბოლო-ბოლო მოგკლავს. ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და ძალიან ლოგიკურია. ამიტომ ძალიან მიკვირს მე იმ ქალების, რომლებიც ესეთ ურთიერთობებში ბრუნდებიან. შეიძლება კაცისგან ასე ვთქვათ აიტანო და ფიზიკური შეურაცხყოფა არა. აი თქვათ მაგალითად აიტანე გინება, აიტანე უხეშობა, აიტანე რაღაცა დაავიწყდა, ხო, კაი, მაგრამ ფიზიკურად როცა გისწორდება და რამდენი გოგოა ასეთი, რომ ფიზიკურად უსწორდებიან დღემდე და კიდე დღემდე რჩებიან და იძახიან რომ ვუყვარ ვარ, ან მეც მიყვარს. აი ასეთ გოგოებს მოგიწოდებთ, სანამ თავს მოაკვლევინებთ ადამიანს, აუცილებლად უნდა წამოხვიდეთ ამ ადამიანისგან, იმიტომ რომ დღეს გირტყავთ და ხოლმე ჩაგასიკუდილებთ და მოგკლავთ. იმიტომ რომ კაცი რომელიც ირტყმევინება, ის არასოდეს არ გათვლის თავის ძალებს მერე და შეიძლება იმდენად ძლიერად მოუვიდეს, სულ რო არ უნდადეს, მაინც მოგკლათ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, აი ესეთი ქალები, გამოდით ასეთი ურთიერთობიდან და ნუ დაელოდებით აი საზარელ შედეგებს. ეხლა რაც შეეხება, ხო, მათ ურთიერთობაში იყო ძალიან დიდი საქანელა, როგორც ჩანს, მოდიოდნენ, ხან ალტერნატიული გდებოდა, ხან კვანტიკის ხოვდა შერიგებას. ერთხელ განქორწინების შემდეგ ისინი ისევ წავიდნენ და ისევ ნიკაჰი გააკეთეს. ანუ მეორეჯერ ისევ რელიგიური ქორწინება გააკეთეს იმისათვის, რომ ერთმანეთთან დაბრუნებულიყვნენ. ნუ ესეც უცნაურია, ხო? უცნაურია რატო ორჯერ ორივეგან არა ოფიციალური ქორწინება. იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად, აი არაჯანსაღი, არაბუნებრივი და არაბალანსირებული ურთიერთობა, სადაც ეს გოგო ისევ ცდილობდა რაღაცებს, ეს ბიჭიც ცდილობდა როგორც ჩანს ეს კაცი, მაგრამ ნუ ამ კაცი კიდე სხვა წარსული ჰქონდა, იქ ცოლი ყავდა, რომელსაც სცემდა, ბავშვებთან ერთად ყავდა ეს ცოლი, ბავშვებს არ სცემდა როგორც ვიცი, მაგრამ ცოლს სცემდა და უსწორდებოდა ფიზიკურად, იჯდა ციხეში გარკვეული სახის ეკონომიკური დანაშაულის გამო, მაგრამ იმის გამო რომ ეს ადამიანი იყო ექს-მინისტრი და ყავდა ძალიან ზეგავლენიანი თუ გავლენიანი მშობლები, გამოვიდა ამ ციხიდან, ხო? და გამეორდა ასეთი რაღაცა, ეხლა როგორც ვიცი, ციხეში ზის რა თქმა უნდა. ეხლა რაც შეეხება თვითონ აი ამ პოზიციას, ეხლა უყურეთ, როდესაც გაქვთ აგრესიულ კაცთან ურთიერთობა და ნუ მაინც არ მოდიხართ. გოგოებო, ერთი რამე დაიმახსოვრეთ. აგრესიულ კაცთან და ზოგადად ისედაც კაცებთან რაღაცაზე გამოსწორებაზე ჩხუბი, კივილი, წიბილი, ახსნები, როდესაც ხედავთ რომ ურთიერთობა იძაბება თვითონ კონფლიქტის ხო არის რაღაცა ვიწყებთ, მე ავდივართ მაღლა და იძაბება კონფლიქტი, აუცილებლად ეცადეთ რომ გაჩუმდეთ. თუ ხედავთ რომ მამაკაცში იმატებს აი ეს აგრესია, გაჩუმდით. თუ ვერ მოდიხართ ამ კაცისგან, გაჩუმდით მაინც, ხო შეიძლება. გუშინ წინ მყავდა კონსულტაციაზე ერთი გოგო, გასიებული სიფათით იჯდა. აი როგორ შეიძლება ეს უბრალოდ ვერ ვიგებ. და კიდე მეკითხება რა გავაკეთო, ვერ გამოასწორებ, ეს ადამიანი არის ძალადობს. როგორ შეიძლება წაიკითხეთ, არის ძალიან ბევრი სტატიები, აი ამ წყვილზე ბიშიმბაები და ნუკეება. წაიკითხეთ და ნახეთ, როგორი ქრონოლოგიით ვითარდებოდა. ყველანი აბსოლუტურად ხართ ანალოგიურ ციკლებში. მამაკაცი გამცირებთ, გირტყავთ, რა ვიცი, ყველაფერს გიკეთებთ და მაინც რჩებით იქ. ნუ ხო შეიძლება ცოტა გაანძრიოთ ტვინია რა. დიდი ხანია ერთ წელი გავიდა 9 ნოემბერს მოხდა როგორც მახსოვს ეს დანაშაული, ერთ წელი გავიდა, მაგრამ აი ხლა მინდოდა რომ პარალელი გამოვლე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გოგონა არის ასეთ მდგომარეობაში სამწუხაროდ. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთ რაღაცაზე მინდა გავუსვა ხაზი. აი, როდესაც მამაკაცი არის ძალიან, როგორ ვთქვათ, მატერიალისტი, გჩუქნის საჩუქრებს და ასე შემდეგ დებს რაღაცა ენერგიას. ამ ბიჭმა დამღალა, ესე იგი, გაივლის გამოივლის, მთელი იმხელა ის არის, ადგილია წინ. ნახეთ, გჩუქნის საჩუქრებს და ასე შემდეგ იკეთებს ყველაფერს. მე მისვლა ამ ყველაფრის მოხსნა და უნიტაში სარეცხო უნდა და სალტანაც როგორც ნუ ოფიციალური ასე ვთქვათ წყაროებიდან დევს რომ უნდა და რომ წასულიყო მისგან და უთხრა რომ არაფერი არ მინდა შენი აიღე ეს ყველაფერი უკან ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება იმიტომ რომ ამ ადამიანს როდესაც არის ფსიქოპატი ეს ადამიანი არ ვიცი მე მგონი ზუსტად არ ვიცი ექსპერტიზა მე მგონი დაადგინა რომ რაღაც გარკვეული სახის პრობლემები აქვს ფსიქოლოგიური მაგრამ ზუსტად არ ვიცი ამიტომ ამას ვერ ასე ვთქვათ დავადასტურებ მაგრამ ნუ როდესაც ადამიანს შეუძლია ასე ჩემი აზრია ეს რომ ურტყას ადამიანს ეხლა რა თქმა უნდა ეს ფსიქიკურად დაალაგებული არ არის და მოკლას ხალი ხო? აქედან გამომდინარე გოგოებო აი ეს ერთი ხელის მოსმით ამ კაცისთვის როდესაც აგრესიულია ადამიანი კიდე უფრო მეტად ცეცხლზე ნავთის დასხმა არ შეიძლება თუ ვერ მოდიხართ და მაინც და მაინც უნდა იჯდეთ ამ ურთიერთობაში რაღაც მიზეზების გამო ჯერ არ ვიცი რა მიზეზი უნდა იყოსო თავი მოაკვლევინო მაგრამ ხო შეგიძლიათ უბრალოდ გაჩუმდეთ მაინც იცოდეთ გაჩუმება
ქალებმა უნდა იცოდეთ ენაზე კბილის დაჭერა, იმისათვის რომ თავი გადაირჩინოთ. ამიტომ ძალიან გთხოვთ ნებისმიერი კრიზისული მდგომარეობის კონფლიქტის დროს ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი სიტყვები, აკონტროლოთ სიტყვები ადამიანებთან, რომელთაც შეუძლიათ რომ ზიანი მოგაყენოთ და არ მისცეთ საშუალება რომ მოგკლათ. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, რაღაცა დაგიზიანოთ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ქალს ყოველთვის შეუძლია მამაკაცის ზემოქმედება, თბილი სიტყვით, კარგი მოქცევით და ასე შემდეგ. მე მაგას ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ არ შეუძლია. ერთადერთი, რასაც ადანაშაულებდა სასამართლო პროცესზე ბიშიმბაევი ნუკეევას, იყო რა იცით, რომ თხოვე რომ დეზოდორი შეეკვეთა და არ შემიკვეთაო. ანუ აინახეთ პატარა რაღაცაზე შეიძლება ადამიანი გაღიზიანდეს. ანუ ეს იმას კი არ ვიძახი, რომ ყველაფერი გავუკეთეთ მეთქი, არა. უბრალოდ ადამიანები უნდა ვიცოდეთ საკუთარი თავის დაცვა. აი ამ გოგოს რომ იმ მომენტში არ ეთქვა ესეთი რაღაცები, ხო შეიძლებოდა რომ გადარჩენილიყო, არა? ხო შეიძლებოდა რომ მეორე დღეს დალაპარაკებოდა, უბრალოდ ისე წამოსულიყო, თავი არ არის საჭირო განხილვები, სიღრმეებში შესვლა, დადანაშაულება, ჩხუბი, წამოყვედრებები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მამაკაცებს ზოგადად აი ეს აგრესია ყველა მამაკაცში არის. მე ჩემი ყოფილთან მქონდა აღნიშნული ერთხელ მქონდა შემთხვევა, დარტყმით არ დაურტყია, მაგრამ ესე ხელი რო აღმართავს, ის ჩემთვის იყო ბოლო. იმის შემდეგ ჩვენ ერთად აღარ ყოფილვართ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, გადაირჩინეთ საკუთარი თავი, ყბაგასიებულები ნუ დადიხართ და თვალებ ჩალურჯებულები. იცოდეთ, რომ არც ერთი ქალი არ დარჩენილა ქუჩაში ხის დაბლა. ყველას ყოველთვის რაღაცა გამორჩენია ცხოვრებაში და გადარჩენილა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, არ შეეგუოთ ძალადობას და ნუ ხართ ადამიანთან, რომელიც ფსიქოლოგიურად, ვიმეორებ, ფსიქოლოგიურად, ემოციურად, ფინანსურად და ფიზიკურად ძალადობს თქვენზე. ძალიან მიყვარხართ და მიამაყებით დროებით.